რო იყოს ესე იგი კუჭიბჟავენობა ნორმაში და ჩვენი ბაქტერიული ფლორა წყობში რამდენ რამეს აკეთებს. პირველი ცილების დაშლის პროცესი. რო ცილა თუ არ დაიწყო კუჭი დაშლა, მე არც ერთ ნაწილში ჩვენი კუჭი ნაწავის იმის სრული დაშლა არ ხდება და შესაბამისად ადამიანი მუდმივ რეჟიმში ამინომჟავების დეფიციტში, ანუ ცილა არ აქვს ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ ცილოვანი საჭმელი ჭამს. ერთი მომენტი. მეორე მჟავიანობა როცა ნორმაშია, ყველა ვარიანტში მხოლოდ ამ შემთხვევაშია, რომ საკლაპავის მხარეს სფინქტერი იკეტება, 12 კუჭას ნაწლავის მხარეს სფინქტერი იკეტება. როცა ორივე იკეტება, ამ შემთხვევაში მჟავატუტიანობა ყველა ნაწილში კუჭი ნაწლავის თავის დონეზეა. პირის ღრუში გვაქვს ტუტე გარემო, კუჭი გვაქვს ძლიერი მჟავა გარემო, შემდეგ 12 გოჯაში და წყვილ ნაწლავში ისევ ტუტე გარემო, წყვილ ნაწლავში ისევ მჟავე გარემო. და როგორც კი კუჭის მჟავიანობა აირება, ყველგან ირღვევა ფლორა. მე კიდევ შემდეგი მისი მოქმედება კუჭის მჟავიანობა იმდენად მაღალია, pH-ში ნორმაში იყოს 1 ან 2. ეს იმდენად მაღალია, აკუმულატორში ვასე მჟავა, ყველაფერს კლავს პრაქტიკულად. პარაზიტის კვერცხებს შლის, სოკოსპორებს შლის, ბაქტერიებს ყველაფერს ანადგურებს პრაქტიკულად. და უფრო მეტის ხანდახარო ვაძლევთ ხოლმე მეგობარ ბაქტერიების საშუალებებს, ხო ეს ბიფიდოლაქტობაქტერი. იქაც ისეთი ფორმით უნდა კონდეს კომპანიას გაკეთებული, კუჭი გაიაროს და იქ არ დაიხოცოს ეს ბაქტერიები და გაზრდეს, გაასწოროს იქიდან. იმდენად ძლიერია, როცა კუჭის მჟავიანობა ნორმაშია. ამავე დროს კუჭის მჟავიანობა განსაზღვრავს, რამდენად კარგად გამოიმუშავებს და გამოყოფს ისა რა ქვია, დაღლის ბუშტი, დაღლის სვენს. თუ მჟავიანობა დაქვეითებულია, დაღლის ბუშტი, დაღლის სვენს აღარ გამოყოფს იმ რაოდენობით. შესაბამისად, უკვე პანკრეასის მუშაობაც ირევა. პანკრეასი შეიცავს ყველანაირ ფერმენტს, მათ შორის ელასტაზა ფერმენტი, რომელიც ცილას ამუშავებს. თუ კუჭმა რაღაც სტრუქტურამდე ვერ მიიყვანა, ელასტაზაც აღარ ფუნქციონირებს. ამავე დროს კუჭის მჟავიანობა განსაზღვრავს კუჭის მიერ გამოყოფილი ფერმენტის აქტიურობას, როგორც არის პეპსინი. თუ pH-ში 1 ან 2-ია, პეპსინი ფუნქციონირებს. თუ 2-საც და პეპსინი აი გამოყო ფერმენტი, მაგრამ ფერმენტი ვერაფერს ვერ აკეთებს. დადებელებული დგას კუჭი. ნუ, გადატანილი მნიშვნელობა. ანუ კუჭის მჟავიანობა როგორც კი დაიწევს ირევა ყველაფერი. ყველაფერი. კუჭის მჟავიანობა საკმარისი არ არის, B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობით აღარ იქმნება. ანუ კუჭის მჟავიანობა იწყებს ცილებში და მათ შორის ხორცეულში ნუტრიენტების გამოყოფას, ბეჯგუფის არა მარტო B12, ბეჯგუფის ვიტამინების. ამავე დროს იგივე ფერიტინის დეფიციტი რო ფერიტინი არის ცილას პლუს რკინა, ფერიტინი არის რკინის შესანახი რეზერვუარი. და მეხუთედი დაახლოებით ჩვენი რკინის რეზერვუარისა ფერიტინის სახით არის. ფერიტინი არის ცილა და რკინა და თუ მჟავიანობა საკმარისად ვერცეც ვერ ქმნია, ანუ არ ხდება დაშლა იმ სტრუქტურამდე რომ ფერიტინი, რკინა, ბეჯგუფის ვიტამინები მივიღო. ხო, ჭამე და იყავი ესე იგი. ხო, აზრი არა. თან ამავე დროს ყურე აქ არის მანკიერი წრე. თუ ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტია ორგანიზმში, კუჭის მჟავა არ იქნება საკმარისად და pH-ი არ ყოფნის. და თუ pH-ი და მჟავა არ გამოიყოფა, ბეჯგუფის ვიტამინებს ორგანიზმი ვერ ითვისებს და იწყება მანკიერი წრე. და ყველა ვარიანტში დავეხმაროთ, გარდა მჟავიანობა უნდა დავწიოთ, რომ ბეჯგუფის ვიტამინების ათვისება გაძლიერდეს ორგანიზმში. როგორც კი ათვისებას დაიწყოს ორგანიზმი, კუჭის მჟავიანობას თვითონ აწევს. ანუ ბევრი ფაქტორია, ძალიან საინტერესო პროცესი. კუჭის მჟავიანობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია კუჭის ნაწლავში. აი, როდესაც აძლევენ ანტაციდებს, აი და თქვათ იგივე არ მინდა წამლის სახელების ჩამოთვლა, ხო ეხა დღეს პაციენტი ნექსიუმის დალევა დავიწყე, რაღაც უკეთესად გავხდი, მაგრამ მე რეცულად გავხდი. იმიტომ რომ ეს ყველა საშუალება კუჭის მჟავიანობას აქვეითებს, რითიც მთელ კუჭის ნაწლავის პროცესი ირღვევა. ამავე დროს ჩვეულებრივად ჩვენი ბაქტერიები უნდა იყოს წყვილ ნაწლავში, ძალიან ცოტა წყვილ ნაწლავში. როცა მჟავიანობა საკმარისი არ არის, ჩვენი მეგობარი ბაქტერიები იწყებენ წყვილ ნაწლავში ამოსვლას. და ბაქტერიული ზრდა იწყება წყვილ ნაწლავში, სადაც არა მათი ადგილი იქ იწყება და იწყება შემდეგ დუღილი, შებერილობა, მეტეორიზმი და ქვეყანა სხვა პროცესები. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია კუჭის მჟავიანობას დამოკიდებული და ამიტომ არის ჩემთვის, იმიტომ ამდენჯერ ვიმეორებ, რომ საშუალებები, რომელიც კუჭის მჟავიანობას აქვეითებს, არ მიიღოთ. არც მედიკამენტები, არც მინერალური წყლები, არც სოდიანი წყლები და ასე შემდეგ. და ასევე არც დილას არ დალიოთ მშიერზე წყალი, რაც ატომას ბოდაში შემოვიდა.